კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ამისყანაში ჯამბაკურ ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს დღეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. ამჟამად სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც შენობის სრულ განახლებას გულისხმობს. შეიცვლება კომუნიკაციები, გამაგრდება ნაგებობა და ისტორიული აივნები. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა ინტერიერს. სამუშაოების დასრულება 2026 წელს იგეგმება. შენობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სამუშაოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დღეს დავათვალიერეთ კასპიის მუნიციპალიტეტში სოფელ ამისყანაში ჯამბაკურ ორბელიანის სახლ-მუზეუმის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, კასპიის მუნიციპალიტეტში მრავლად არის ისტორიული ძეგლები. ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი არის ჯამბაკურ ორბელიანის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდგომ გაორმაგდება ვიზიტორთა რაოდენობა და უკვე შესაძლებლობა ექნება განახლებული აღდგენილი ინფრასტრუქტურა ნახოს, ისტორიული ინფრასტრუქტურა ნახოს ჩვენმა ვიზიტორებმა. აღნიშნული სამუშაოები ვარაუდობთ, რომ დასრულდება წელს. დღეს ჩვენ მოვინახულეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. თავად ძეგლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში იშვიათად გვაქვს ასეთ კარგად შემორჩენილი სასახლე მთელი თავისი კომპლექსით და ბუნებრივია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სასახლის სრულყოფილად რეაბილიტაცია. ეს სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას, მისი ეზოს და ტერიტორიის კეთილმოწყობას. სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი რეგულარულად ახდენს პროცესის მონიტორინგს. ჩვენ გვაქვს სრულყოფილი ანგარიშები და თვითონ შემსრულებელი კომპანია საკმაოდ კეთილსინდისიერად ეკიდება დაკისრებულ ფუნქციებს. ვიმყოფებით სოფელ ამისყანაში ჯამბაკურ ორბელიანების სახლ-მუზეუმში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი არის კასპიის მუნიციპალიტეტში, რომელიც მართლა სავალალო მდგომარეობაში იყო. მთავრობის სააგენტოს დახმარებით გასულ წელს დაიწყო აღნიშნული მუზეუმის რეაბილიტაცია, სასახლის რეაბილიტაცია, დასრულდა შარშან პირველი ეტაპი. ეხლა მიმდინარეობს რეაბილიტაციის მეორე ეტაპი. ამ მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს უმთავრესია პირველ რიგში თვითონ მუზეუმისთვის და აგრეთვე ხელს შეუწყობს კასპიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას.